აი ის რომელიც ახლა მერად იხავს, იყო მეგონის საკრებულო წევრი, даже ვიცე-მერი, ხო? 800 კაცი განთავისუფლდნენ პორტიდან. რაზომები მიიღეს? ის მეორე კანდიდატურა ეხლა ვინცაა? დავით სათანია. რამოდენიმე წლების უკან აქ უშიშროების უფროსად დანიშნა თვითონ ამ ავაცხენებულმა ცხოვრებულმა ნაციონალებმა, ხო? იმუშავა იმ ბიჭმა სული და გულით. 3 თვეში ის აიძულეს რაღაცაზე ხელი მოეწერა, ისეთ რაღაცაზე, რომელზეც ხელს მოწერა არ შეიძლებოდა. და კარგად იხავი, შენ არ ახარ ჩვენი კაციო. ქუდი დაახურეს და გაიყვანეს. გეხვეწებით რა მოგვაშურეთ ეს ნაცები არ შეიძლება კაცო. ვინა ესენი ესაგრებულო? რას კამია მისანა ეს თვილი რომ ერთგებიან იქიდან. საერთოდ უნდა წავიდნენ ესენი. ამათ არა აქვს მორალური უფლება ხელისუფლებაში დარჩენის. ესა ამ შემთხვევაში მე სარცანიას უკეთეს კანდიდატურას ვეღარ. დადოზე უკეთეს კანდიდატურას მე ვეღარ. მიუხედავად იმისა შეიძლება მოიჩიოს მე. ნუ უყურე და მას რომ მაგ 100 კაცია 200 კაცი. ახვალ მოვა 1000 კაცი. შეიძლება 2000 მოვიდა. ამადიან ამბობია ყველა